ეხლა გასწავლით სავარჯიშოს, რომელიც არის ყველაზე მძლავრი სავარჯიშო, რაც კი აქამდე გსმენიათ ცნობიერებაზე. ეს არც მედიტაციაა და არც ვიზუალური დაშლა არ არის რა. მოდი შევხედოთ, რომ ეს არის ლოგიკური დაშლა და მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. გამომყევით, ეხლავე შეგიძლიათ გააკეთოთ. დავიწყოთ ძირითადი ფენით. შენი თვალები არის ეხლა გახელილი და ხედავ ობიექტებს. ტელეფონს, ამ ვიდეოს, თუ ოთახში ხარ გაიხედე, კარადებს, ტელევიზორს, წიგნებს, ყვავილებს, არ ვიცი, ნებისმიერ რამეს. ახლა გისვამთ მარტივ შეკითხვას. ვინ არის დამნახავი და რა არის დანახული? კარგი, ლოგიკურად თვალები არის დამნახავი და ობიექტი არის დანახული, ხო? ობიექტები. ეხლა შევიდეთ ერთი ნაბიჯით ოდნავ სიღრმეში. შენმა გონებამ იცი შენს თვალებზე რაღაცეები, მაგრამ შენმა თვალებმა თავის თვალებზე არაფერი არ იცის, ხო? შენმა გონებამ იცის, რომ შენი თვალები დაღლილია, გეჭუტება. შენმა გონებამ იცის, რომ შენი თვალები შრება. შენმა გონებამ იცის, რომ შენ შეიძლება დაგებინდოს თვალები მომენტში და არა თვითონ თვალებმა, ხო? ეს გონება მიცის, შენი თვალები დახუჭულია, გახელილია და ასე შემდეგ. შენი თვალები ხო ვერ აღიქვავს თავის თავს. შენი გონება აღიქვავს ხომ შენ თვალებს? ნებისმიერ შემთხვევაში აღიქვავს ამა შენი გონება, ხო? ამიტომ ამ მეორე ფენაში შენი გონება არის დამნახავი და შენი თვალები არის დანახული. დაფიქრდი კარგად. ნახეთ, დააკვირდით? წინა ფენაში დამნახავი, მეორე ფენაში იქცა დანახულად. დააკვირდით, ხო? აი აქ ჩანს, თვალი ხედავს, აქ უკვე გონება ხედავს თვალს, ხო? შენ თვალი თვალს ვერ დაინახავ. სარქეში თუ არ ჩაიხედ. გაიაზრე, ხო? დააკვირდი რაც გელაპარაკე და შევიდეთ კიდევ ერთი საფეხურით სიღრმეში. ეხლა არის შენი გონება აქტიური, მიყვები ამ ჩემს საუბარს, შეიძლება აყალიბებდე რამე იდეებს ან ჩემზე წარმოდგენები გექმნებოდეს. გონების აქტიურობის დროს ეს პროცესები არის სულ, ხო? ეს მოდიფიკაციები, ეს ფიქრები, თითქოს რაღაც ტალღები ვიჩნდება ადამიანის ცნობიერებაში. და შენ ხარ მოწმე ყველა ამ მოძრაობისა, რაც შენს გონებაში ხდება. შენ ხო ხედავ მაგალითად, როდის ოცნებობ შენი გონება, შენ ხო ხედავ მაგალითად, როდის შემოდის ფიქრი. ხო ხედავ როგორ შემოდის ეს რაღაც გაურკვეველი ამოცანები ან პირიქით ცხადი გასაგები რამ შენს გონებაში, ხო? ანუ არის რაღაც შენში, რაც ამჩნევს ყველაფერს, რაც ამ გონებაში ხდება, ხო? ფაქტია. კარგი, იბადება ძალიან მარტივი შეკითხვა. თუ ჩვენი გონება არის დაკვირვებადი და არის დაკვირვების ობიექტი ამ შემთხვევაში, მაშინ რას ნიშნავს დამკვირვებელი? თუ ლოგიკურად მიყვები და დაფიქრდები, მიხვდები, რომ გონება გონებას ვერ დააკვირდება. ანუ გონება ვერ დააკვირდება თავისივე გონებას. აქვე ქველოგიკური კითხვაცვე. შეუძლია სასწორს თავისთავი აწონოს? ხო შეუძლებელია. სასწორი წონის ობიექტს, ხომ? მაგრამ სასწორი თავის თავს ვერ აწონის. ისევე როგორც მაგალითად არ ვიცი, რას შევადაროთ. საზომი სანტიმეტრი თავის თავს ვერ გაასანტიმეტრებს, ვერ გაზომავს. ეხლა მინდა რომ დაიმახსოვრო ეს სიტყვები, უпростоრედ გააცნობიერო, რომ დამკვირვებელი შენი გონებისა არ არის თავად გონება. საგნები არის დანახული თვალით. ხომ ასეა? თვალი შეცნობილ შეიძლება იქნას გონებით და გონება თავის ფიქრებით, თავის ეჭვებით, ყველაფრით, რასაც მოიცავს, მათ შორის სულიერი გამოცდილებებიც, ამას აკვირდება სხვა რამ. დააკვირდი თითოეულ ფენას, ხო სურათზე. თითქმის იგივე პატერნს გადის, ხომ ყოველივე. მინდა რომ ხაზი გაუსვა ამას, ნახეთ, რაც არის პირველში დამნახველი, ხდება დანახული მეორეში. ვიმეორებ, რაც პირველ სურათზე არის დამნახავი, მეორე ფენაში ხდება დანახული. ნებისმიერ მომენტში შენ როცა ფიქრობ, რომ მიაგენი საბოლოო დამკვირვებელს, ის დამკვირვებელიც დაკვირვებადია. ანუ შენ ფიქრობდი, რომ შენი თვალებია დამკვირვებელი. მეტიც შეიძლება სიღრმეში შეხვედი და ფიქრობ,
რომ უკვე შენი გონებაა დამკვირვებელი. ამ მომენტში დიდი ალბათობით უკვე აცნობიერებ ნელ-ნელა, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა საბოლოო დამკვირვებელი. გამოდის, რომ ისიც იყო დაკვირვებადი საგანი. ჩემი თვალები, ჩემი გონება და მოდი მივყვეთ ლოგიკას. ნაბიჯ ისევ. თან გააკეთეთ ამასობაში სავარჯიშო, რა რას ხედავს და რო გაუყვები და ამ სიღრმეში შენ შეიძლება განცდა გაგიჩნდეს, რომ რაღაცა კედელს ეჯახები თითქოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ძალიან სიღრმეში შეხვედი და ასე შემდეგ. არა, იმიტომ რომ უკვე ფინალში ხარ. საბოლოო დამკვირვებელი, რომელიც ვერ იქცევა ობიექტად, საგნად, ვერ იქნება დანახული. ასევე ლოგიკურად მივყვეთ. არა იმიტომ, რომ სადღაც იმალება, ან ძალიან შორსაა. იმიტომ, რომ დანახული მოითხოვს სუბიექტს ან ობიექტს. და ზუსტად ეს არის ის საბოლოო დამკვირვებელი, რომელიც არასდროს იქცევა ობიექტად. ის არის თვალი, რომელიც ვერ ხედავს თავის თავს. როგორც შენი თვალი ვერ ხედავს თავის თვალს. ეხლა სად იჭედება უმეტესობა ადამიანების. გონებას ესმის ყველაფერი, ცდილობს რაღაცებს ჩაეჭიდოს, შემოდის ესეთი მომენტი, რომ მე მესმის, მე ვაცნობიერებ, შეიძლება ისიც თქვას, რომ მე მოწმე ვარ ამ ყველაფრისა და ზუსტად ამ მომენტში შენმა გონებამ გადაიყვანა ეს მოწმე კონცეპტში. მოდი უფრო მარტივად რო ვთქვათ, გადაიყვანა სუბიექტი ობიექტში. ანუ ზუსტად იგივე გააკეთა, რაც აი ამ ფოტოში წინაზე გაჩვენეთ ახლა დასაწყისში. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაგება რეალურია, მაგრამ ამ გაგების საკუთარ თავზე მიწერა არის შეგვიძლია ვთქვათ ეგოს მოქმედება. ის პრინციპში აკეთებს ყოველთვის იმას, რასაც აკეთებს. აი ეს ეგო ხო როგორც მოქმედებს, ეს მე ვიცი, ეს მე გავიგე, ეს მე მაგარი ვარ თუნდაც ან გავაცნობიერე, ესეც ეგოს ნაწილია. გააკეთე ეს ერთადერთი რამ. ნებისმიერ დროს, როცა ფიქრი შემოვა შენს თავში, დაინახე ის როგორც ობიექტი. ნებისმიერ დროს, როცა შენში შემოვა ემოციები, გრძნობები, დაინახე ის როგორც ობიექტი. ის სუფთა ცნობიერება, რომელიც ხარ შენ, ყოველთვის იყო, არის და იქნება მარად ნეტარი. ის არის ახლაც, ამ მომენტშიც და ყოველთვის მარადიულად. შენ შეუძლებელია თქვა მე არ ვარ. შენ ხარ. მე შეუძლებელია თქვა მე არ ვარ. მე ვარ. ყოფიერება. კარგად დაუფიქრდი. და ზუსტად ეს სუფთა ცნობიერება არის თავად აბსოლუტის გამოვლინება. ჩათვალე სამყაროში ვისაც უყურებ, ყველა შენი სარკეა. არსით. შენს თვალებს ხო არ შეუძლია რომ დაინახოს საკუთარი თვალები. ამისათვის მან უნდა ჩაიხედოს სარკეში. ამით შენ შეგიძლია გახვიდე იქამდეც, თუ რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო. რომ შეიმეცნოს საკუთარი თავი. მე თუ მინდა გავიგო რაღაც, ამისათვის უნდა დაუბადო ჰიპოთეზა. მხატვარმა რომ გამოხატოს თავის თავი და ამოიცნოს მასში ნახატში საკუთარი თავი, ამისათვის მან უნდა დახატოს. შესაბამისად შემოქმედი ქმნის ადამიანს, რომ შეიმეცნოს თავის თავი. შეიცან თავი შენი.